იქ პოლიტიკებს იქ აფხაზეთში აქ თავისი ფუნქცია, რომელსაც ასრულებენ იმ თანხებიდან გამომდინარე, რასაც უყოფს რუსეთი. ხალხს უნდა, იმიტომ რომ ვინც ჩამოდის საქართველოში, ეს არ არის, მე გიდასტურებთ, რაც თქვენ თქვით, რომ ეს არ არის ეს 2 წელი და 3 წელი. ეს უკვე 10 წელია, რაც ეს ხდება და ხალხი ჩამოდის და უყვართ საქართველო, უყვართ ქართველები. გაიხსენა აგერ ოსი მოცეკვავე, მე მინდა გითხრათ, რომ 1-3 თუ 4 თვის უკან მოკვდა სუხიშვილი რამიშვილების მოცეკვავე აფხაზი, ისა ტარბა, რომელიც აღიარებდა და რა ვიცი, ლოცულობდა, იმიტომ რომ ამბობდა, რომ კაცი და ადამიანი მე გავხდი, იმიტომ რომ ვიყავი სუხიშვილი და რამიშვილებში. აქ უფრო სხვა არის დიალოგს მე რომ ვამბობ, მე გეტყვით რაღაცას. მე არა ვარ მომხრე, როცა ის სულ მიდის კამათი, ხო ჩვენ უყურებთ ახლა პოლიტიკოსებს, ხო რომელიც აქ არიან და ერთმანეთს ეკამათებიან სულ და ესენი მართლა არიან ჩვენი არჩეულები. ხო, მე ავირჩიე ეს ადამიანი, ამ კაცმა ეს აირჩია, მან ის აირჩია, ხო? ჩვენ უნდა ამ ხალხს მივცეთ საშუალება. ერთ რაღაცაში, რაც ბატონმა დიმიტრიმ ბძანა, ეს რაც თქვენ თქვით, რომ არ ეხებაო ჩვენთან. პირველ რიგში ეს ეხება იმ გაყიდვებზე, მიწების და ქონების გაყიდვებზე. ეს უნდა კონდეს პრიორიტეტი. ხო არის, რადგან შვეიცარია ვახსენეთ, რაღაც ფინლანდია ვახსენეთ, ხო არის სხვა ქვეყნებიც, ავიღოთ ის რომ ხო უნდა მივცეთ ის იმ ხალხს, ხო, საქართველოს მოსახლეობას. არ ვიძახე, ხო, შეცდომ არ უნდა დაუშვათ, აი ქართველებისთვის, აი რაც იყო, რამც მოიტანა ეს რეაქცია, ხო, ჩვენ უკან ჩინელები რო ამბობენ, შენ რაღაცა შეცდომას რო დაუშვებ, დაბრუნდი უკან და ნახე რა შეცდომა იყო. ჩვენ ვაგრძელებთ სულ რაღაცაზე კამათს. გავაკეთოთ ეს, მივცეთ ჩვენ საშუალებას. არსებობს ევროპაში 51 წლით. უნდათ აფხაზებს, უნდათ ბევრ ხალხს უნდა რომ გავერთიანდეთ. აქ ზის ნახევარზე მეტი ახალგაზრდობაზე საქართველოსი. მაგათ არ ახსოვს ის 37 მანეთიანი ბილეთები. ძალიან კარგია რო არა. და კარგია და ამათმა იციან ინგლისური, ამათმა იციან ევროპული ცხოვრება და ამათ აქ სულ სხვა მიზნები. ჩვენ ვახვევთ მაგათ ის რაც ჩვენ გავიარეთ. არჩევნები ახსენეთ, ჩემი არჩეულია ესეც ისიცო. მე ერთი ინფორმაცია უნდა ვთქვა, ამ თემასთან შეიძლება არანაირ კავშირში არ არის და გადავდივარ უკვე თითო წუთს ვაძლევ შეფასებისთვის მაგიდის სტუმრებს. არჩევნებში მართლა აპირებთ მონაწილეობას. მაქვს ინფორმაცია ზუგდიდის მერობაზე, აპირებთ მერობისთვის იბრძოლოთ. პოლიტიკაში შემოდიხართ, მითხარით, დრო არ გვაქვს ფაქტიურად და უნდა გადავიდეთ. მე გეტყვით რაღაცას, მერის პოსტი არ არის პოლიტიკური. ეს ჩემი აზრია. მერი არის მენეჯერი, რომელმაც უნდა მოუვაროს წყალს, განათებას, გზებს და სხვა და სხვა. კი, ვაპირებ, არ გამოვრიცხავ. იბრძოლებთ მერობისთვის ზუგდიდის. ოცნებისგან, ოცნების მხრიდან თუ ნაციონალური მოძრაობის. ისეთ რა, მე მინდა ჩემი ქალაქისთვის ეს არის ჩემი ქალაქი. მიკროფონი ახლოს 50 წელს უკვე გადავაცილე, ამიტომ მე მინდა გითხრათ, რომ ალბათ მოვიდა დრო, როცა მე უნდა დავბრუნდე ჩემს სახლში, სადაც არის მამა ჩემი სასაფლაო, სადაც ცხოვრობს დედა ჩემი და მინდა რომ ვიყო იქ. მაგრამ მე გეტყვით ერთ რაღაცას. ოცნება თუ ნაციონალიზმი? არა, მომისმენთ, მე ვიქნები. რას ვიტყვი? მე გეტყვით, რომ უკაცრავად. მე გეტყვით, რომ მე ვიქნები იმ პარტიის წარმომადგენელი თუ პარტიიდან წავედი, რომელიც ჩემი სახით მოიგებს. ანუ ოცნების? მე გიპასუხებ და აწი თქვენ როგორ გინდათ მოკლედ ზვიად სიჭინავა პოლიტიკაში მიდის ადგილობრივ არჩევნებზე ის ზუგდიდის მერობისთვის იბრძოლებს. ეს არის ინფორმაცია, რომელიც ახლა მან პირველად დაადასტურა პირდაპირ ეთერში. გაძლევთ თითო წუთს. უნდა შევაჯამოთ ჩვენი დღევანდელი გადაცემა და ინტერაქტივის შეკითხვას დაგისვათ თუ შეიძლება. ბატონო, ვიწყებ თქვენგან. თანაბარი დრო გვაქვს, ზუსტად თითო წუთში უნდა ჩავждეთ. გაქვთ თუ არა, აი იმ პოლიტიკიდან გამომდინარე, რასაც ვხედავ წლების განმავლობაში წინა ხელისუფლებების ეხლანდელი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის იმედი. რა თქმა უნდა, გვაქვს, მე უბრალოდ აი ზუსტად რაც კახამი საუბრა, რასაც ბატონი ზვიადეც საუბრობს, მე ზუსტად პრეზიდენტიც ამაზე